რევა შაინიძე, რომელმაც რომ 28 წელი ციხის საკანში გავატარე და აქედან 19 წელი უკანონო პატიმრობაში, სრულ სოლიდარობას უცხადებ ეგრეთ წოდებულ აქტივისტ საბა ცქვიტარიძეს, რომელიც რომ ამჟამად იმყოფება ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმის ტყვეობაში. ის რაც მან განაცხადა სასამართლო პროცესზე, მე სრულად ვეთანხმები, რადგან იმ ადამიანს არანაირი სიცრუე არ უთქვია საზოგადოების გასაგონად. ეს უტყუარი სიმართლეა, რადგან მე ამ რეჟიმის ხელში თავად მაქვს განცდილი საკუთარ თავზე გამოცდილი ის წამებაც, არადამიანური მოპყრობაც, ბორკილების წამებაც, კაპატიურების მუქარაც და ასე შემდეგ და ასევე ბევრი სხვა პატიმარია კიდე დღესაც და ამ 12 წლის მანძილზე ბევრმა პატიმარმა განიცადა ეს მუქარაც, არადამიანური მოპყრობაც, სულში ჩაფურთხებაც, ღირსების შელახვაც, სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით ღირსების შელახვა, სულ ყველა რაც თუ არსებობს დედამიწაზე, ზებოროტება ამ რეჟიმს ჩადენილი აქვს უკვე. წინა რეჟიმებმა რა ჩაიდინა, ეს ხალხისთვის ცნობილია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა არ უნდა ეს აღიაროს და მისმა ურბოჭილმა მონებმა, არც მოსამართლეებმა, არც პროკურორებმა და არც პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, რომ ისინი ჩადიან იმავე დანაშაულს, რასაც ჩადიოდნენ წინა რეჟიმები, მიხეილ სააკაშვილის მანიაკური რეჟიმი და შევარდნაძის ნაძრილების რეჟიმი. ეს მწარე სიმართლეა ხალხო და აი ამიტომაც მე სოლიდარობას უცხადებ. ამჟამ ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმის ტყვეობაში მყოფ საბა ცქვიტარიძეს გამიგეთ ხალხო, გამიგეთ ეხლა ქართული ოცნების ხარდამჭერებო, ბევრი პატიმარია, რომელსაც ბევრი რამის თქმა უნდა თუ რა განიცადა ამ რეჟიმის ხელში, მაგრამ ეშინია ყველას ვერ შეაშინებთ ქართული ოცნების ხარდამჭერებო. მე მყავს ხედელობაში, როგორც პოლიცია, როგორც სპეცრაზმი, როგორც სამმართველო, როგორც სუსი, ეგრეთ წოდებული სვითომ სუსი. არა ხალხო, არა და ვერ ციხის ჯალათები. ყველას ვერ შეაშინებთ, ყველას ვერ მოკლავთ. ოხ, ღმერთმა ხომ იცის, რა უბედური დღენი გელით სამომავლოდ, რომელიც მე პირადად არ მინდა იმ დღეს მოვესწრა. იქნებ მანამდე მიწა ჩასკდეს და ჩავარდი, ვიდრე იმ უბედურ დღეს მოვესწრა, რა უბედური დღენის თქვენ გელით, ქართველი ერის მხრიდან. დიახ, დიახ, სულ მალე ღვთის ნება, როცა იქნება. ხალხის რისხვას ვერც სპეცრაზმით ვერ შეაშერებ ბიძინა ივანიშვილო და ბერა ივანიშვილო და ეგრეთ წოდებულო ბატონო ირაკლი კალაძე და ეგრეთ წოდებულო ბატონო ირაკლი კობახიძე, ვერც ავტომატით, ვერც ტანკით და ვერც იმ თქვენი ერთეული ვერტალიოთ სამალიოტებით და ბეტერებით. გამიგეთ ეხლა თქვენ დეგრედირებულებო, გოგონება ჩლონგებო, თქვენ შობამდე სული დაბლა დაცემულებო. დიახ, დიახ, ქართული ოცნების ხარდამჭერებო და საზოგადოებაო, გაგრძელება კიდე იქნება.